უმრავლესობა დღეს ღირსებას შელახულია. ამას აკეთებს დეპუტატობის კანდიდატი ბატონი გია ბარამიძე. მაშინ თუ შეიძლება მე ერთი განცხადება მინდა გავაკეთო სტოპის დაცვა. ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ, ახალი არაფერი არ გიქო. შტაბის წარმომადგენელი, რომელიც უკანონოდ იმყოფებოდა ოლქში, მითხრა რომ მუქარას ჰქონდა ადგილი. გამაფრთხილა ჭკვიანად იყავიო, თორემ რამდენიმე ხანშიო, აქ კი არა, სულ სხვაგან იქნებიო. არა ეგრე არ გიწყობს, ეხლა გეტყვია. უკაცრავად ჩვენ საერთოდ შადიხართ ამ პერიოდში დარღვევები ის გაგახსენებთ მე თქვენ. აი ეს დარღვევები რასაც თავს ვუჭავ. ეს კაცი არა ვარ მე. ეს კაცი კაცი რამეს ხარ მე გინდა დაგიწოვო. რამეს ხარ მე გინდა დაგიწოვო. თუ გინდა ხარ მე დაგიწოვო. თუ ეს კაცი არ გაკმაყოფილებს ხარ მე დაგიწოვო. ეს კაცი არ ჩემცა. თუ გინდა ის კაცი იქნება. ვერ გავიგე ბატონო გიორგი რატო ეს კაცი არის შეურაცხყოფა ეს კაცი მახსოვსა ეს კაცი არის შეურაცხყოფა ვერ გავიგე ეს ადამიანი მე პირდაპირ ვაცხადებ ეს ადამიანი არ გადასული მუქარაზე უკაცრავ ნუ მასწავლით მე რა უნდა გავაკეთო ნუ მასწავლით მე რა უნდა გავაკეთო რა ძალიან ხო თქვენ საქმეს მიხედავთ რა ბატონო დიახ აგერ განკარგულება შემოგთავაზე ახლა მივიღე ამ წუთას ეს არის მოთქვა მართლა შეურაცხყოფა მოგავდა საარჩევნო კომისიის კი ბატონო თუ შეიძლება რატომ მართვით ვერ გავიგე რა კი ბატონო რომ თხოვეთ მაინც ხოლმე მართვით რა არ თხოვა მოგა წამართვა რა გიას მინდა მაჩვენო გია აინახე საჭირო ყოფილა შენ რომ მეუნებოდი რომ არა აი ეს მაქვს და მე არაფერი თურმე საჭირო არაფერი არის საჭირო აი ეს არის დოკუმენტი ხო ეს არის დოკუმენტი ეს არის დოკუმენტი თუ შეიძლება განკარგულება დამიბრუნე თუ თქვენ გაინტერესებთ მისი ასლი თუ შეიძლება დამიბრუნე თუ ისი კარგად იკითხა მგონია რომ იცი ძალიან კარგად იცი არ არის საჭირო ეს უბრალოდ დამატებით არის შეიძლება განმარტებისათვის ეგ არ არის საჭირო აი ეს არის ცნობა აი ეს არის ცნობა ხათუნა ძალიან კარგი მე ეს პატივი იმას ხათუნა იმას ეს პატივი ხათუნა რასაც შენთან ეხლა ლაპარაკობ ხო ცემე პატივია მაგრამ მაშინ ნუ დააყენე ბეჭვის ქვეშ რაც არის ცხადი ხათუნა ძალიან კარგი მე მოგესალმე ხაჭაპურიძეებთან ერთად სამეგრელოს და საქართველოს პატივს ვერცევ თავის სამშობლოს რო უჩივიან მაგ ხალხთან ერთად ჩვენ ვერანაირ სამეგრელოს და ვერანაირ საქართველოს ვერ დაიცი ხავი და ვარ გასიშა დახალაი ყველა ადამიანი არის უდანაშაულო შენ ახლა არ ღვევ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციას აგებდა მთელი გუნდი ადვოკატების და გეტყვია თუ რამდენი არის მოქალაქის ადამიანის რომელიც აირჩია ზუგდიდის უმრავლესობამ სხვათა შორის დიახ ზუგდიდის უმრავლესობამ აირჩია დიახ ბატონი როლანდ ახალაი რაშვაშია კარგი ხათუნა რა შექმენი და ვინ შექმნა და ვინ არ შექმნა მაგი ყველაფერი გაიქო ვინ რა შექმნა და თქვენ ვის შექმნას აპირებთ ეხლა ხაჭაპურიძეებთან ერთად და სხვებთან მაგას გავა ასლანაბაშიძის ერთად მაგი და მაგას დაინახოს მთელი საქართველო დაინახოს მაგას რის შექმნას აპირებთ თქვენ შეიძლება ხაჭაპურიძეებთან ერთად შეიძლება დაინახოს ძალიან დიდი მოდიშის მოხდით ყველას გეუბნებით მე მაგ ხსნობა და არა პოლემიკა თქვენ ესე იგი, აქ არის პოლემიკა იმასთან დაკავშირებით, ბატონ გიორგის აქვს თუ არა უფლებამოსილება იყოს დღეს ამ ეს ადამიანი რატო ლაპარაკობს? შეიძლება გავიგებაც და მე. წარმოგიდგინეთ ხო დოკუმენტია. ხოლმე ასრი მომეცით სიტყვა. მაგრამ მე მაშინ ბოლოს. შეიძლება, მოდი, ყველა ადამიანი
მოდი დავუძახოთ თუ შეიძლება ყველას დავუძახოთ ჩვენ უნდა დავუწყოთ ცდომა თქვენ მოგეცემათ მაშინ ყველას დავუძახოთ და მე ვათქვი თქვენი აზრი ცოტა მოგიარეთ ყველას დავუძახოთ და მე ვათქვი ამასთან დაკავშირებით რა გითხრათ ჩემი აზრი მაგასთან დაკავშირებით გავუხატო თუ შეიძლება ერთი წინადადებით ვიტყვით ჩემ აზრს და ამით დასრულდება და არ იქნება ამდენი პოლემიკა ესე იგი რა ადამიანი საუბრობს ოქმისათვის თუ მაინტერესებს შეიძლება ერთი საკითხი თქვენ ოქმზე არ ლაპარაკობთ დავით ჯანდიერი თქვენ ვინ არის ეს ადამიანი ძალიან გარკვეულება თქვენ წარმოადგენთ სესკოს გარკვეულება რომლის მიხედვითაც ბატონი გიორგი დაინიშნა ამ საარჩევნო საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრად საქართველოს საარჩევნო წარმომადგენლად უკაცრავად არა იახლა გეუბნებით ერთი წინადადება თუ შეიძლება საარჩევნო კოდექსის 52 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამოიწვიოს და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი. არჩევნები ეს დოკუმენტი არის 3-ში გაფორმებული, არჩევნები იყო 1-ში და ალბათ საკუთრის უფლება არ აქვს. ეხლა გააგრძელეთ ძალიან თუ დავბრძანდეთ, ეს არ არის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება და სამჯერადო ბატონო ორგანული კანონი ვარი შეიძლება დავშარდეთ მოქმედი ასაგებია ორგანული კანონი. თქვენი პოზიცია გასაგებია ხო? გავაგრძელოთ რა. თუ შეიძლება ერთი რაღაცა შევიტანოთ კორექტირება რა. ყველას დიდ ბოდიშს გითხოვთ ხო? ყველასთან მაგრამ ყველამ გაიყვანისია ადამიანი და შეიძლება დაარღვია რამე ბატონო ნინო თუ შეიძლება რა. ეხლა დავიცო ბატონო ნინო შეგაგინე თქო რომ მე ეს გავაყავდე ეს მე გავაყავდე კანონი მეუბნება რომ CSKO ეს უფლებასაც მომცემს იმას გავაკეთებს გამიგე ამ შემთხვევაში გაგვია რომ ეს საბუთი მომცა CSKO-მ და შენი ლაპარაკი კანონის ინტერპრეტაციის უფლება არ შეიძლება არც იმადამია ეს არის CSKO-ის კომპეტენცია მე ვარ დამკვირვებელი და ძალიან გთხოვთ რომ აი CSKO-ის წერილის ქსერო ასლი 3 ოქტომბრის დათარიღებული ქსერო ასლი გამიკეთოთ და პირადად მე მომწევ თუ შეიძლება თუ შეიძლება კალბატონინოს შენიშნოს მომწევ ნუკლეის კითხავს სტომის ხელობაზე დიპლომატიური მაგრამ უკაცრავად ჩვენ უცვლელებული გავხდებით უკაცრავ თუ შეიძლება ვალაპარაკეთ რა ესე მე არ ვილაპარაკო და შენიშნოს მოუკლება მომწე მე თუ შეიძლება განმეორების შემთხვევაში ჩვენ უცვლელებული გავხდებით მიიღოთ შესაბამისი თავმჯდომარეს მიყავს თუ მოადგილეს უფლება მოსილება მაგაცია უფლება მოსილება არა, გასაგებია, მაგრამ ხან ერთს მიყავს, ხან მეორეს და ბოლოს გადაწყვიტეთ, მოადგილეს მიყავს თუ თავმჯდომარეს. მე ახლა ბატონო, ყველა დამყარე. ბატონმა ემზარმა ძალიან კარგად იცის, მე რაზომ მასკენიდა. მე ყველა მაპატიოს, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე. კი ბატონო, რა გეძლება, ეს უფლება. ძალიან ცუდად გამოიყენეთ, თქვენი უფლება, გადაეცეთ უფლება მოსილება და წაიყვანოს ბატონმა გიორგი. აი ეს უკვე სხვა საკითხია. კი ბატონო. კი ბატონო. ვიცი და ვინმე ამას გავწევთ ამ ჯერ ხსომა გახსნილი არისო და მე დაიცი რას გავაკეთებ და სანამ გახსნილი არ არის თავი შეეკავებია უკაცრავ ბატონო ემზარ თუ რამე გააქვს თქვენ პრეტენზია შეგიძლიათ გამოხატოთ წერილობით ბატონო უკაცრავ კალბატონინო რა ამას არ ჩაგიფრით შენიშნაში მაგრამ იცოდეთ რომ თუ შეიძლება დავიწყებს თომას და თუ შეიძლება დავიწყებს თომას და მე მოგცემთ უფლებას რომ გამოხატოთ თქვენი შენიშნა და თქვენი პოზიცია არ მინდა მე გეუბნებით კიდევ ერთხელ რა ბოდიშს გიხდით მაგრამ მოგცემთ მაგის საშუალებას მე მგონი აკლა გამოხატეთ ჩემი პოზიცია სანამ დავიწყებთ ხდომას მე მაქვს ისეთი შენიშვნა რომელიც მე მგონი ხდომის დღა დაწყებამდე უნდა იყოს გარკვეული მოითმინეთ არა მოითმინეთ და გეკნება იმის არ მაძლევს სიტყვის ნომერ 73 ხდომის დღის წესრიგი